ქვეყნის 13 ქალაქში საახალწლო სოფლის მოწყობის ნაძვისხის ანთებისა და საზეიმო კონცერტებისთვის მომსახურების შესაძენად გამარტივებული შესყიდვები არის გამოცხადებული, როგორც გავარკვიეთ აი ამ საჯარო დოკუმენტიდან, ჯამში დაგეგმილ ღონისძიებებზე ბიუჯეტიდან 528,000 ლარზე მეტი დაიხარჯება. თუმცა აი იმ პირთა სია, ვინც წლევანდელ საახალწლო კონცერტებზე იმღერებს, თუ წარადგენს საკუთარ ასე ვთქვათ, პერფორმანსს და შემოქმედებას, მოდი ესე ვთქვათ. ბოლო 2 დღეა ეს წრე ძალიან ვიწროვდება და პროტესტის ნიშნად ღონისძიებაზე მონაწილეობაზე ვარ სულ უფრო მეტი და მეტი მუსიკოსი, შემოქმედი და ხელოვანი ამბობს. ლიკა მეგუთნიშვილმა მოუყარა თავი ამ სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებებს და უფრო მეტ დეტალს სწორედ მისგან შევიტყობთ. ლიკამ გადაწყვიტა, რომ ჩემთან ერთად იყოს ამ დილით და მას მადლობას ვუხდი ამისთვის. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. ვიცი რომ ძალიან ბევრ ადამიანს ესაუბრე, ლიკა, და გისმენთ ყურადღება. ხო, ვესაუბრე ძალიან ბევრ ადამიანს, ბევრი მოხვდა კამერის მიღმა და ასე ვთქვათ, შემიძლია რომ მათი პოზიციაც გავაჟღერო, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები ასევე საჯაროდ მათ შორის Facebook-ზეც პოსტების მეშვეობითაც გამოხატეს თავის პოზიციები, მაგრამ გიორგი, გეტყვი რომ ეს ამბავი მუსიკოსების პროტესტი დღეს არ დაწყებულა და ღონისძიებების გაუქმება. ეს დაიწყო მაშინ, როდესაც ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, რომ აჩერებდა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს და დაიწყო ის თამდები მოვლენები, მასობრივი დევნა, დაკავება, ადამიანების ძალადობა ქუჩაში და აი ამ ყველაფრის კვალდაკვალ მუსიკოსებმა თუ გახსოვს გააკეთეს ერთობლივი მანიფესტი, სადაც 100-ზე მეტი ხელოვანი იყო გაერთიანებულები და ამბობდნენ, რომ სანამ ქვეყანა არ დაუბრუნდებოდა ევროინტეგრაციის კურსს და სანამ არ აღიკვეთებოდა ეს ძალადობა, რაც ხდებოდა, ისინი აუქმებდნენ ღონისძიებებს და თავისთავად ხაზს უსვამდნენ, რომ არ აპირებდნენ სახელმწიფო ღონისძიებებში მონაწილეობას. ჩვენ ვესაუბრეთ მათ შორის ისეთ პროდიუსერს, როგორიც ისეთი ბენდების პროდიუსერს, როგორც არის Kill H, ასევე Mechanical Rainbows და ერეკ ლედეისაძე, ჯაბა შავიშვილს, რომელიც აღნიშნავს, რომ ეს ბენდები მანამდეც ზოგი იშვიათად, ზოგი შეიძლება ხშირად იღებდა მონაწილეობას კონცერტებში, თუმცა ახლა ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ისეთი, რომ პროტესტის ფორმა უნდა ყოფილიყო ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ასეთი, რომ გაეუქმებინათ ღონისძიებები და მათ შეუერთდნენ ისეთი ადამიანები ბოლო დღეების განმავლობაში, განსაკუთრებით 2 დღის განმავლობაში, რომლებიც მანამდე ხედავდით ხოლმე სხვადასხვა ღონისძიებებზე საკმაოდ აქტიურად, მაგალითად ნინი ბადურაშვილი, ასევე ქრისტინე იმედაძე, ანრი ჯოხაძე, ვერიკო ტურაშვილმაც გააკეთა ეს განცხადება, გიორგი სუხიტაშვილი, სტეფანე, ქეთი გაბისიანი კომპოზიტორი, ნუცა თოფურია, ასევე გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყველა ღონისძიებას აუქმებს ლელა წურწუმია და ჩვენი ბენდი და მათი ინიციატივით დაიგეგმება, ასე ვთქვათ, პროცესში არის ახალი ღონისძიება, რომელიც იქნება ერთგვარი საქველმოქმედო, საპროტესტო აქცია, სადაც იმ მუსიკოსების დასახმარებლად იმღერებენ ხელოვანები, რომლებიც აი ამ პერიოდში ძალიან დაზარალდნენ და ახლა მოვუსმინოთ ხელოვანების კომენტარს გაუქმებულ ღონისძიებებზე, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მიმართულებით ღონისძიებებს გულისხმობთ. შემ შემთხვევაში ერთი 8-10 ღონისძიება უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ შემთხვევაში ვთვლი, რომ რომც ჩატარდეს და ვიღაცას თავში მოვიდეს ეს სულელური აზრი, რომ მოდი ახლა კონცერტი ჩავატაროთ, ავი ჩემთვის გაუგებარია, ეს არის სახელმწიფოსთან თანამშრომლობა. სახელმწიფოსთან, რომელიც სახელმწიფოს ლეგიტიმაციას დგას, ანუ მთავრობის ლეგიტიმაციის პრობლემა დგას ქვეყანაში. 18 კორპორატიული და აგრეთვე კონცერტი სხვადასხვა ქალაქებში გადავდეთ, ზუგდიდში, ბათუმში, ბორჯომში, ცალკენ კომერციულ კონცერტებზე ვიძახი, სადაც ჩვეულებრივად ჰონორარებს ვირობდი და მივიდიოდი და ძალიან კორპორატიულები ყველასთან შეთანხმებით ზოგმა გადადო, ზოგმა გააუქმა. საკმაოდ ბევრი კლუბი, საკმაოდ ბევრი სივრცე დაიკეტა ამ პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად არც ისინი ატარებენ რაიმე სახის ღონისძიებებს. ასევე არ ატარებენ ღონისძიებებს, უკვე გადაიდო უამრავი კორპორატიული ღონისძიება, სადაც არის გავსულ მომღერლებს და ბენდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, რომ ელემენტარული ფინანსური შემოსავალი ჰქონოდეთ. გიორგი, როგორც მოისმინე, გაუქმდა როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ღონისძიებები და ამ შემთხვევაში რა ზარალზე არის საუბარი, მოდი ამაზე ვისაუბროთ, ხო? იმიტომ რომ როგორც მუსიკოსები ჩვენთან აღნიშნავენ, ეს არ არის მხოლოდ დეკემბრისთვის ღონისძიებების გაუქმებაზე საუბარი. მათ შორის ეს ყველაფერი
ძალიან გართულდა არჩევნების შემდეგ, როდესაც თავს იკავებდნენ სხვადასხვა კორპორაციული საღამოების თუ წვეულებების ჩატარებაზე ადამიანები და ფაქტობრივად მთელი შემოდგომა მათთვის ჩავარდა და იმედი ჰქონდათ, რომ დეკემბერში ეს ყველაფერი გამოსწორდებოდა. დეკემბერი კი დადგა ისეთი, როგორც დადგა, რომ ყველა ღონისძიება მათთვის აბსოლუტურად ყველა არის გაუქმებული და ეს რას ნიშნავს? დაახლოებით როგორც გვეუბნებიან ჩვენი რესპონდენტები, შემოსავლების ძირითადი წილი მოდიოდა ყოველთვის დეკემბერზე. იმიტომ რომ აი ეს თვე აგენერირებდა დაახლოებით 6 თვის შემოსავალს. ეს რაღაცნაირად პროპორციულად რომ შევადაროთ და შემდეგ უკვე იცოდნენ რომ ის მკვდარი სეზონი, როდესაც არანაირი ღონისძიება არ იყო და ფაქტობრივად რჩებოდნენ უმუშევრები დაახლოებით აპრილის ბოლომდე, მათ ეს პერიოდი სწორედ გადაჰქონდათ აი ამ შემოსავლით და ახლა საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ეს სექტორი, კრიზისის წინაშე დგას და მოვუსმინოთ ახლა ამ ადამიანების შეფასებებს. მუსიკოსებისთვის სხვა შემოსავლის წყარო არ არსებობს. დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში შემოსავლის წყარო შეიძლება იარსებოს, მაგრამ ძალიან მწირეა ის და ის ვერც მათ ოჯახებს ნორმალურ ახალწელს ვერ შეახვედრებს. ეს დანამდვილებით შემიძლია გითხრათ. მე ვარ დამოკიდებული ღონისძიებებზე მხოლოდ, დაგეგმილ ორკესტრთან, ბენდთან და ასე შემდეგ. მე არ ვმუშაობ სტაბილურად სადღაც რომელიმე კლუბში. და ამ დროს, როდესაც არანაირი შემოსავალი არ აქვს, მთელი შემოდგომა ღონისძიებები, რომლებიც იყო დაგეგმილი, პრაქტიკულად ყველა ჩაიხსნა. შესაბამისად, ჩვენ ესე თვიდან თვემდე ძლივს მივდივართ. ამას ემატება ჩვენი საბანკო ვალდებულებები. არ არსებობს გონებრივად რომ გითხარ, აი როდის უნდა დავიწყოთ თქო კონცერტები რა. ეს ხო არ არსებობს, ეხლა ვინ გეტყვის? აი უნდა გაუძლოთ რა ესე გამოდის რა და ძალიან რთული ხა ჩემ მუსიკოსებსაც ახლა პროდიუსერი მე ვარ და მე ვარ პასუხისმგებელი მათზე როგორც იმათ ხალხ თავიანთი ოჯახები და მაგათი შემოსავლის წყარო ყველასი არის მუსიკა, სიმღერა წარმოიდგინეთ. გავიგეთ ეს რთული პროფესია ავირჩიეთ, მაგრამ რაღაცა გამოსავალი ხო უნდა იყოს მაგათვისაც. ხო, როგორც მუსიკოსები აღნიშნავენ, გიორგი, ასევე პროდიუსერები, მათი პროტესტი და მიჯნავენ ამას ცალსახად. ეხება სახელმწიფო ღონისძიებებს, იმიტომ რომ არ აიღებენ თანხას იმ ბიუჯეტიდან, რომელიც ერთი მხრივ აფინანსებს მუსიკოსებს და მეორე მხრივ იმ ძალადობის შემოქმედებს, რასაც ეს დღეები ვხედავთ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ გამზირზე. ამის მიღმა ძალიან ერთი პრობლემა გამოიკვეთა, რომელზეც ყველა ეს ჩვენი რესპონდენტი და ასევე კიდევ რამდენიმე ადამიანი, ვინც ესე ვერ მოხვდა ჩვენს ეთერში, საუბრობენ, რომ რაღაცნაირად საზოგადოების მხრიდან დაიწყო მათი დამუნათება, ერთგვარი ბულინგით შეიძლება ასე ითქვას, რომ როდესაც ესენი ითხოვენ ეს ადამიანები, რომ კერძო ღონისძიებები გაიხსნას, მათ შორის ბიზნესი გაიხსნას, ვისთანაც თანამშრომლობენ და მათთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ შეძლონ სიმღერა, შეძლონ კონცერტების ჩატარება და ამას ხმამაღლა ამბობენ, რაღაცნაირად წამოვიდა თითქოს ძალიან დიდი რეპრესიების ტალღა, რომ აი რა გემღერებათ ახლა ასეთ დროს და ეს ადამიანები აი ამას მართლა ძალიან დიდ პრობლემად აღიქვამენ და ამბობენ, რომ შესაძლოა განწყობა საერთოდ არ იყოს და არავის არ ემღერებოდეს ახლა, მაგრამ ეს არის მათი პროფესია, ეს არის შემოსავლის ერთადერთი წყარო, რომელზეც არა მხოლოდ თვითონ, არამედ კიდევ ბევრი ადამიანი არის მათ გარშემო დამოკიდებული და მათ აქვს ძალიან ბევრი ვალდებულებები, რომლებიც ფიზიკურად არ იციან რანაირად უნდა შეასრულონ და ნახოთ აი ამ გამოწვევაზეც ასე ვთქვათ აკეთებენ კომენტარს. ეს სიტყვა ძალიან მაღიზიანებს უკვე. რა გემღერებათ. ჩვენი შემოსავალი რა არის? ბილეთები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები მიდიან და ყიდულობენ რა. მე კონკრეტულად წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ესტრადა რეალურად არაფერზე მიმული არ არის, არც კულტურის სამინისტრო, არც მერია არაფერზე და მე თვითონ ვარ ბიუჯეტში გადამხდელი. ქუჩაშიც გავდივარ, აქციებზეც დავდივარ, აბსოლუტურად თანაზიარი ვარ ამ ყველაფრის რაც ხდება. მაგრამ ასევე მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და მე მაქვს ჩემი ვალდებულებები. არ მინდა მათხოვარი ვიყო. არ მინდა ქვეყნიდან წავიდე. მინდა აქ ვიცხოვრო, აქ ვიყო სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი, აქ ვიმოღვაწო, აქ ვაკეთო ჩემი საქმე და ასევე აქ გავაკეთო ჩემი ბიზნესი. ერთად უნდა ვიაროთ ამ გზაზე დამონათების გარეშე. მუსიკოსები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, ვიღაცას რო უთხრა, ვინც რა არის ნებისმიერ კომპანიაში მუშაობს, რომ არ მუშაობთ. აი იგივე დამოკიდებულება ეხლა ეს ყველაფერი.
და რა არის ამ რთული ვითარებიდან გამოსავალი, აი ამაზე ჩვენს რესპონდენტებს, ამ სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა პასუხი აქვთ, სხვადასხვაგვარად გამოხატავენ თავიანთ აზრს, თუმცა საბოლოოდ იდეა არის ერთი, რომ ეს ფონი უნდა შეიცვალოს, კრიზისი განიმუხტოს და ამ ყველაფრის გასაღები ახლა აქვს ხელისუფლებას და მხოლოდ მას შეუძლია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ცხადია, არის გარკვეული მოთხოვნები, რომელსაც ახლა მოვუსმენთ ერთად. როგორც კი ეს ხალხი ითვლება, რომ ახალ არჩევნებზე თანახმა არიან, ამ ქვეყანაში რაღაცები დაალაგდება. ამ ქვეყანაში ბიზნესები დაწყნარდება, ის ხალხი ტყუილად რომ დახოცეს წემით, დააჯარიმეს, დაასახიჩეს და ციხეში ჩასვეს. ხო, ანუ იმათზე საუბარი უკვე, აი, მე მგონია, რომ ეგ ყველანი გამარჯვებას რომ ეუბნებით ერთმანეთს, ეგ უნდა იყოს დაგულისხმები. რომ ეს ხალხი ტყუილა არიან. ფონის მოხსნა ერთადერთი შეუულია მთავრობას. რომ წამოვიდეს რეალურ მოლაპარაკებაზე რა. ჯერჯერობით მადისკენ რა ვიცი, ჯერჯერობით არ მიდის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ წავა რა. მე ერთ-ერთ გამოსავალს ვხედავ, რომ ქვეყანაში ზოგადი ფონი უნდა შეიცვალოს, ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს, თუმცა ნორმალური კალაპოტი ალბათ როგორია, კარგი ხანია აღარც გვახსოვს. გახსენება მოგვიწევს ალბათ ძალიან დიდი ხნის დავიწყებული ცხოვრების. ხო, გიორგი, ასეთი არის შეფასებები, რა ხდება მუსიკალურ ინდუსტრიაში დღეს. და სამაგიეროდ გუშინ როგორც გავრცელდა ინფორმაცია, TBC და საქართველოს ბანკი ბილეთებიჯისთან და ტიკეტჯისთან ერთად მხარში უდგანან ამ სექტორს და ანაზღაურებენ იმ გაწეულ ხარჯებს, რაც კონცერტებისთვის იყო გაღებული, ასევე ყველა ბილეთი არის გაყიდული და მათ შორის საქართველოს ბანკი კიდევ გააორმაგებს შეძენის შემთხვევაში იმ თანხას, რასაც გადაიხდა. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს. ძალიან მნიშვნელოვანია ის სოლიდარობა, რაც ფიქსირდება საქმიანი საზოგადოებისგან, შემოქმედებითი წეების და ამ პერიოდში დაზარალებულთა მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიზნესი გაათმაგებს ამ ყველაფერში თავის მონაწილეობას. ლიკას მადლობა ჩართვისთვის.